მე გრძნობ სერიოზულ საფრთხეს, რომ სანამ ტრამპი არის ხელისუფლებაში, ეს ერთობა აღარ იარსებებს. ყოველ შემთხვევაში იმ სახით, როგორადაც ჩაფიქრებული იყო და აგერ 80 წელი გაძლო. იმიტომ რომ მსგავსი კრიზისი არასოდეს არ ყოფილა ამ ტრანსატლანტიკურ ორ ნაპირს შორის. თუ ოკეანეს ორ ნაპირს შორის. 56-ში შეერთებულმა შტატებმა გააჩერა საფრანგეთი ინგლისის ინტერვენცია ეგვიპტეში. სერიოზული დაპირისპირება აღმოჩნდა, მოხდა მოკავშირეებს შორის. და გააჩერა იმიტომ, რომ სწორედ საბჭოთა კავშირის ინტერესები გაითვალისწინა. და აჩვენა ასევე, რომ საფრანგეთის და ინგლისის კოლონიური ნარჩენი რაღაცა ასე ვთქვათ, იმპულსები მას არ ადარდებდა. მაგრამ მაშინაც კი ამ ყველაფერს მოყვა ძალიან სწრაფად დალაგება, შეთანხმება, ახალი ფორმატების მოფიქრება, წინასწარ როგორ დააკორდინირონ ესა თუ ის ნაბიჯი მსოფლიოში, ეს რაც ახლა ხდება არის უპრეცედენტო ჩემის აზრით. ანუ აქ რეალურად ჩვენ საფრთხე გვაქვს ორგვარი. ერთი ეს არის პოლიტიკის ეთიკური მხარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკა არის ადამიანური ურთიერთობების რაღაცა კვინტესენცია. ამის გარეშე ადამიანები ერთმანეთს შორის კონტროლის და გავლენის საკითხებს არ ყვევენ და ეს არის პოლიტიკა, ხო? და აი მან და ეთიკაც საჭიროა. და ის რაც მოხდა ამ ოვალურ ოთახში, ეს არანაირად აი ამ ევროატლანტიკურ თანამედროვე ეთიკურ ნორმებთან არ მოდის თანხმობაში. არანაირად, ანუ იქ მთელი რიგი პარამეტრები არის აშკარად დარღვეული, როდესაც ადამიანს, რომელიც აი ფუნდამენტალური საფრთხის წინაშე მდგომი ქვეყანას წარმოადგენს, მას ეუბნევიან, რომ შენ ომი გინდა, შენ მშვიდობა არ გინდა, შენ манипуლირებას ეწევი შენი ხალხით და ამას ეუბნევიან საჯაროდ, ესეთი რამე არ ხდება ხოლმე რა, რაღაცა ელემენტარულად რაღაცნაირი მემკვიდრეობითობა თუ არსებობს დღევანდელ ამერიკულ ადმინისტრაციაში, აი იმ დიდი პოლიტიკური დიპლომატიური გამოცდილებისა, რაც იგივე შეერთებული შტატების დახმარებით გროვდებოდა, იქმნებოდა, რა ვიცი, ვუდრო ვილსონი მაგათ ყავდათ და გაერო მაგათმა შექმნეს, ხო? ეს ყველაფერი არის გადახაზული. და სიტყვებს მნიშვნელობა აქვს. პირველად იყო სიტყვა, ხო? ესე არის. ტრამპის პირობებშიც, მაგალითად ის დიქტატორს უწოდებს, მე ამბობს, რომ უი არ მახსოვს თუ უწოდე. ტრამპი სხვა ტიპის პოლიტიკოსი. ყოველ შემთხვევაში კონკრეტულად ეს იყო აი ადამიანის დაბულინგების კლასიკური სქემა, რომელსაც არაფერი საერთო დიპლომატიასთან არ აქვს და არაფერი საერთო დემოკრატიულ და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ ღირებულებით სისტემასთან არ აქვს. ამერიკის იდეასთანაც, რომ ის არის ჩაგრულის მხარეს და ის არის საერთაშორისო დღის წესრიგის გარანტი და ასე შემდგომ. ხომ ეს არის რუსეთი თავდამსხმელია, უკრაინა ჩაგრულია. ის არასთან არ შეჭრილა, ხო? რუელის ეპითეტები ომი მშვიდობაა და მშვიდობა ომია და ყველაფერი რო ირევა, ახლა ტრამპის დისკურსის მიმართ შერილურად ჯდება. ისევე რომ განმარტა თუ ნახეთ. მე მგონია რომ ეს იყო ძალიან უხერხული მცდელობა რომ აჩვენოს თავისი ლოიალობა ტრამპს. მე ასე ვფიქრობ. სამწუხარო ძალიან სუსტად ჩანს. ლოგიკა არის თუ არა იმაში, რომ ტრამპი ერთადერთია, ვისაც პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მოყვანა შეუძლიაო. მისი დაახლოებით ასეთი დისკურსი იყო და მან რომ მხარე არის ასეთი მოსაზრება, რომ ტრამპი რომ ცალსახად იყოს მოლაპარაკებებში უკრაინის მხარეს ასეთი ტექსტუალური და ისე რომ არის გასაგებია, იარაღსაც წვდის ამერიკა და ეხმარება და რომ არა შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინა ალბათ აქამდე რთულად თუ მოვიდოდა, მაგრამ ნუ აი მოლაპარაკების დაწყების დღიდან ის იმეორებს, რომ ის არავის მხარეს არ არის. ზელენსკი მას მუდმივად თხოვს, რომ მე მინდა რომ ამერიკა იყოს ჩემს მხარეს. ის უნდა იყოს ღირებულებების მხარეს, აი ამას ვერ ხედავ. ამ ღირებულებებმა დაკარგა მნიშვნელობა ამერიკულ პოლიტიკაში. ღირებულებებმა, ნორმებმა, რაღაცა აი პოლიტიკური მორალიც არსებობს, ხო? აი ეს ყველაფერი არის გაწეული გვერდზე და ეგრეთ წოდებული ტრანსაქციური ურთიერთობები. ანუ რა? ამ ტრანსაქციური ურთიერთობებში აი როგორც საფრთხეც იკვეთება, არ შეიძლება აღმოჩნდეს ის, მაინც შეიძლება ვამბობ, იმიტომ რომ ასევე შეიძლება რომ ტრამპს გადააფიქრებინონ რაღაცები, მათ შორის ევროპელმა ლიდერებმაც, მაგრამ რისკი იმისა, რომ აი მოიყვანონ რუბიო, რასაც ამბობს, აი მარტო მას შეუძლია პუტინის მოყვანა მაგიდასთან, მოიყვანონ იმ მეთოდით, რომ აი უკრაინა პატარა ქათამივით დაკლანიქა. ხო, ასე
რომელზეც არც ევროპაა თანახმა და არც უკრაინის ლიდერი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი არ გამოვა, მაგრამ აი არ ჩანს არანაირი გარანტია და არავითარი გარანტია იმ ტექსტში, რომელიც აი მინერალებს ეხება. ტექსტში არა, მაგრამ თვითონ მინერალების შეთანხმება არ არის. ვერანაირად აი სრულიად ლოგიკური არის ზელენსკი, რომელიც ამბობს, რომ მას დაუკმაყოფილების გრძნობა აქვს, რომ რაღაც კონკრეტულ ესე იგი ეკონომიკურ პროექტს განახორციელებს ამერიკა და ამით გადარჩება უკრაინა. კუბაში გაახსენდეს რუბიოს, საიდანაც არის წარმოშობით, რამხელა ინვესტიციები ჰქონდა ამერიკას და ერთ წუთში დაკარგა კუბა. როდესაც სხვა მეტი გარდა ეკონომიკური, ფინანსური, კერძო ინტერესების მეტი არაფერი არ მუშაობს, სავსებით შეგვიძლია დაუშვათ, რომ პუტინი სწორედ მაგაზეც გაურეგდება, რომ ახლა მე ჩემი ამბავი გამაკეთებინე იქ რეჟიმი როგორც მინდა, ისე შემაცვლევინე უკრაინაში და ეს შენი მინერალები წაიღე ხოლმე რამდენიც გინდა. წინასწარი განწყობით ასე ჩანს, რომ პუტინი ამაზე თანახმა, მას უნდა რეჟიმის ცვლილება. სოფო რისკები ჩანს და ამ რისკებზე ესე იგი ზელენსკი არ იქნებოდა, უკრაინის პრეზიდენტი არ იქნებოდა, რომ დასვეს იქ ჟურნალისტების თანდასწრებით, რაც თავისთავად ძალიან არაეთიკური იყო, რომ სიტყვა დაეძრა, ესე იგი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, რასაც მოყვა ეს ნიაღვარი მის წინააღმდეგ. კი ბატონო, ნაკლებად ელოდა ყველა ევროპის ასეთ მტკიცე პოზიციას, მით უმეტეს ამ ყველაფრის შემდგომ და ეს პოზიცია ჩვენ ნახეთ. ინგლისი, საფრანგეთი ლიდერობს ამ როგორც ჩანს ცეცხლის შეწყვეტის ზავის თაობაზე მაკრონმა ისაუბრა მედიასთან, ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტა, ოღონდ არასახმელეთო, საჰაეროზე აქვს საუბარი და დატესტვა პუტინის, რამდენად არის საერთოდ ის რაიმე ტიპის შეთანხმებისთვის მზად. ევროპაში მგონია, რომ უფრო კარგად ესმით ამ ბოლო დროს, რომ პუტინი თუ არ დამარცხდა, ის ტაიმ-აუტ შესვენებას აიღებს და ყველა იმ შეთანხმებას დაარღვევს, როგორც დაურღვევია მას წინათ. ამიტომ ევროპა ფიქრობს სამხედრო ხარჯების გაზრდაზე, გაძლიერებაზე, უკრაინის სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე და თვითონ კოალიციის შექმნაზე, რომელიც ადგილზე იქნება უკრაინაში. ეს არის თქვენი აზრით 4 პუნქტიანი გეგმა, რაც რისი თეზისებით ჩვენ ნახეთ, რამეს გარანტიის საფუძველი, ან რას აჩვენებს თქვენთვის? აი ჯერჯერობით არ ჩანს მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, რომ აი ველაპარაკე ტრამპს. ხო, არ ჩანს კონკრეტული გამოვლინებები იმისა, რომ ამერიკელები ამ ყველაფერს მხარს დაუჭერენ. მოდით დავივიწყოთ ცოტა ამერიკა, ევროპაზე ვისაუბროთ. ეს სერიოზული უკვე არა ეთიკური, არამედ უკვე გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული პრობლემაა, რომ ამერიკა ყველაფერ ამას გაემიჯნება თუ არა. სხვა შორის მე მგონი დღეს აქვს შეხვედრა ტრამპს, ჰექსეტთან და რუბიოსთან ერთად და აი თუ მან დივაშკაცა რუბიომ და გადაარჩინა ჯერ კიდევ ბაიდენის მიერ დამტკიცებული სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელება უკრაინისათვის, ნუ ეს იქნება რაღაცა კარგი ნიშანი. კი, გამოსული ინფორმაციის მიხედვით განიხილავენ შეწყვეტასაც. ხო და მაგაშია საქმე, მანდა ერთადერთი რუბიოს იმედზე უნდა ვიყოთ, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან სუსტად ის მკვეთრი პოზიციები გამოავლინა ჯერჯერობით მისი სიჩუმე ოვალურ კაბინეტში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოხდა. სტუმარი ამბობდა, რომ აი რესპუბლიკელების მთელი გულისხმური იმაზეა, რომ იმ თავის საარჩევნო უბნებში არ გაუფუჭდეთ საქმე. და აი გეოპოლიტიკა საერთოდ აღარ არჩევნებიც 2 წელიწადშია შუალედური, შესჯერჯერობით კონგრესის ორივე პალატა ტრამპის არის. ერთი დადებითი ის არის, რომ რაც თქვით, სოფო რომ პრინციპში აი ევროპის გამოფხიზლების პროცესი უყურებს. ერთადერთი ეს ძალიან ძნელი არის, იმიტომ რომ ერთი კარგი ამერიკელ ანალიტიკოს ჰქონდა თავის დროზე ესეთი ხატოვანი ფრაზა ნათქვამი, რომ შეერთებული შტატები და ამერიკელები მარსიდან არიანო და ევროპელები ვენერადანო. ანუ ევროპელებმა მართლა იმდენი ომი ნახეს, რომ აი რაღაცნაირად ეს ომის კულტურას საერთოდ გაემიჯნენ და სხვანაირი სოციალური სახელმწიფოებია და აი ამის უკან დაბრუნება, რა თქმა უნდა, ურთულეს პროცესია, თორემ პოტენციაში. მით უმეტეს დემოკრატიებში. თუმცა თქვა ძალიან კარგად, 500 მილიონიანი ევროპა რატო უნდა თხოვდეს 300 მილიონი ამერიკას, რომ 140 მილიონიანი რუსეთი გააჩეროს. დიახ. ხო, ევროპას ამის ძალას შესწევს, თუმცა არ აქვს ამის პრაქტიკა. ამერიკის გარეშე რაიმის კეთების ევროპის უსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილების მიღების, მე აქტიური როლის შესრულების იქ არ აქვს ამის პრაქტიკა, ბევრი წელია ეს ასე არ ყოფილა. შესაბამისად, რაიმე ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნა შეიძლება, შეიძლება და ვადევნოთ ჩვენ თვალი. ისეთი რყევებია ახლა მსოფლიოში, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
ნუ ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ რატომ არ შეიძლება ვთქვათ გამოცხადეს ლისაბონის ხელშეკრულების გაუქმება, რაზეც დგას ევროპის კავშირი და იქვე დაიდოს ახალი ხელშეკრულება, რომელშიც უნგრეთი აღარ იქნება. და ფიცო. ხო. სლოვაკეთი კი ბატონო. კიდე რაღაცა ფთხილობს ხოლმე თითქოს ისე არ ჩანს როგორც ეს ორბანი. აი ეს მოკავშირეთა მსურველთა კოალიცია, ესეც რაღაცა ახალი უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც ყველაფერი შეიძლება თუ აი კარგი ლიდერშიპი ჩამოყალიბდა ევროპული ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკისა, რომელშიც ზელენსკი უნდა შეასრულოს თავისი როლი. ეს მოხერხებადია, მაგრამ არ ვიცით აი ლიდერებს ეყოფათ თუ არა ისევ თქვათ საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობაში აი ამის ენერგია, ამის ნება, რომ ევროპამ მანამ სანამ ამერიკა არსებითად გამორთულია ტრადიციული საერთაშორისო პოლიტიკიდან, აი ევროპა მაიღოს თავის თავზე ბოლომდე პასუხისმგებლობა. ხო, რიადის მერე პუტინთან, ანუ კომუნიკაცია შეიძლება დახურული იყო ამ მოვალურ კაბინეტში მომხდარის შემდგომ, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არაფერი გამოსულა. კრემლში რომ ყოფილი იქნებიან ეს ცალსახაა, მაგრამ აი ამერიკელების მიერ დაწყებულ მედიაციას რაღაც გაგრძელება უნდა ქონდეს. ტრამპს არ გამოუცხადებია, რომ ჩაიშალა ეს მის მიერ აღებული მოლაპარაკება. და ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომ თქვას, რომ ხელი ავიღი ახლა ჩემ მიზანზე ომის შეწყვეტის. აი აქ ტრამპთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს ზელენსკი კვლავ. ფიქრობთ, რომ ეს პროცესი მაინც ასე არ გაიყინება და ახლა წყდება სამომავლოდ რა გზას დაადგება ეს მოლაპარაკებები? რომ უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები არა, ის იყო ევროპის პასუხი. უკრაინა უნდა იყოს ყველა მაგიდასთან, სადაც მოლაპარაკება ამათ საკითხზე. ეს რიადში არ იყო, მაგრამ იქ ტრამპის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ეს წინამოთელვა იყო რუსული პოზიციის და შემდგომ შეხვედრაზე უკრაინელებიც იქნებიან, ამას ამბობდა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის გაგრძელება? დღევანდელი ამერიკული პოლიტიკის უზარმაზარი სისუსტე ის არის, რომ საერთოდ ივიწყებს აი ამ პოლიტიკის ეთიკურ, დიპლომატიურ, ცივილიზაციურ მხარეს. და რჩება მხოლოდ აი ეს ტრანზაქციები, ანუ პირადი სარგებელი აღებ-მიცემობა, მაგრამ ამ აღებ-მიცემობაში ასევე დევს უზარმაზარი ამბიცია ტრამპისა, ძალიან ამბიციური პერსონაა და შეიძლება ამ ამბიციურობამ, რომელიც თავისთავად რისკის მატარებელი თვისება არის, რაღაც დადებითი როლი ითამაშოს, რომ თუ კი მან დაინახა, რომ პუტინის წინაშე სუსტად შეიძლება გამოჩნდეს და მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო დაეცეს საერთაშორისო დონეზე. თუ კი მან ეს დაინახა ეს საფრთხე, მაშინ შეიძლება რაღაცეები დადებითად შეიცვალოს ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებში. მაგრამ ნუ რუსეთის დიპლომატია ბევრად გამოცდილია ვიდრე ტრამპის დიპლომატია, არ ვიტყვი ახლა ამერიკის დიპლომატიაზე, აი ტრამპის დიპლომატია და ბუნებრივია უზარმაზარ ენერგიას დახარჯავენ იმისათვის, რომ აი ტრამპი გააღმერთონ და ტრამპს ესე იგი ისეთ დიდი რამბები უმღერონ, რომ დაიტოვონ არსებითად თავის მხარეზე. მესმის.